ნუ გაგიკვირდებათ თუ 2015 წლის ივნისში თქვენი ტელევიზორი უბრალოდ გამოირთვება. საქართველოში მაუწყებლობა ანალოგურიდან ციფრულზე გადადის, რის შემდეგაც ტელევიზორების ზოგიერთი მოდელი დამატებითი მოწყობილობის გარეშე უფუნქციოდ რჩება. არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებსაც სპეციალური დეკოდერიც ვერ უშველის. ასე რომ თუ ახალი ტელევიზორის შეძენას ახლა აპირებთ, მისი მონაცემები კარგად გადაამოწმეთ. Ვითხოვთ, რომ მოხდეს განსხვავება რაღაცა სტიკერებით მაინც იმ ტელევიზორების, რომლებიც ადეკვატური და მიმღები იქნება სიგნალისა 2015 წლის ივლისის შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამას ვერ მივახციეთ. 2015 წლიდან პრობლემა არ შეექმნებათ მხოლოდ მათ, ვისაც ციფრული მიმღების მქონე ტელევიზორი აქვთ. დანარჩენებს მისი გამოცვლა თუ არა გადამყვანის შეძენა მაინც მოუწევთ. თუმცა ციფრული მიმღებით სხვადასხვა სახის არსებობს. დღეს საქართველოს ბაზარზე გავრცელებულია ტელევიზორები, რომლის გადაცემის სტანდარტიც DVB-ია. შეთანხმების თანახმად კი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკურ სტანდარტად მის გაუმჯობესებულ ვარიანტს DVB-2 ირჩევს. მომხმარებლისთვის ყველაფერი ეს ცხადია გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფოს კი ამ საკითხზე სამოქმედო გეგმა ჯერ არ წარუდგენია. ქვეყანაში 10%-მდე არის შავ-თეთრი ტელევიზორების რაოდენობა. ნუ აქ ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე, აი DVB-2-ის მიმღებ ტელევიზორს როდის იყიდეს ეს ადამიანი? ალბათ ვერც იყიდეს და მას არა მხოლოდ ასეთი ფენას დაჭირდება, არა მხოლოდ დახმარება მოდულატორში, რომ რაღაცა გარდამქმნელი უყიდოს ვინმე, მაგრამ თვითონ ტელევიზორიც უნდა უყიდოს ვინმე. ანუ ეს არის შესასწავლი ეს ნაწილი. ის რომ საქართველოში მაუწყებლობა ანალოგურიდან ციფრულზე უნდა გადავიდეს, არა უბრალოდ სურვილი ან ახირება, არამედ ქვეყნის ვალდებულებაა ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის წინაშე. შეთანხმება 2006 წელს შედგა, თუმცა ამ თემაზე აქტიურად მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თუ ჩვენ მოვასწრეთ სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დადებას წლის ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში მომდევნო წლის თებერვალამდე მაინც ტექნიკური ექსპერტების მოსაზრებას გეუბნებით, დაახლოებით 9 თვიანი პერიოდი ტექნიკური სამუშაოებისთვის არის სრულიად საკმარისი. ციფრული მაუწყებლობა პირველ რიგში გამოსახულების უკეთეს ხარისხს გულისხმობს, თუმცა ცვლილებების მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. 2015 წელს გათავისუფლდება სიხშირეები, რომლებიც მეოთხე თაობის მობილური კავშირების დასანერგადაა საჭირო. ხელმისაწვდომი იქნება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია. სამოქმედო გეგმა ყველაზე გვიან 2014 წლის თებერვალში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა კარგი იქნება თუ მომხმარებელი თადარიგს წინასწარ დაიჭერს და საჭირო ტექნიკას მოიმარაგებს.